Hello guys, მოგესალმებით მეგობრებო. გადამულათ კიდევ ერთი ეპიზოდს ვიღებ ვარნამეთზე, რადგან ეს თამაში უნიკალური და გაჭედა, რადგანაც ძალიან ბევრი ადამიანი დაიხოცა, ასევე ალყაში მომაქციეს, როგორც ვატყობ. კი, ალყაში მომაქციეს. და რა უნდა გავაკეთოთ ახლა ეს ალყა გავანგრიოთ, ჯარებმა გამოვტყორცნოთ აქეთ. მოგესალმებით მეგობრებო. დაგიბრუნდით კიდევ ვარნამეთის ეპიზოდებით და იმიტომ რომ ვარნამეთი არის უნიკალური თამაში, ვიტყვი ეგრე, იმიტომ რომ უნიკალური იმ ხრივ არის, რომ არერთიანობად ბრძოლა, ეკონომიკა, კულტურა, ყველაფერი რელიგიურა რეალურობაზია რა. რეალობაშიც ეგრეა ახლა ბრძოლები, ახლა აქ ჭადრაკის ცვლილებივით არის და ეგ იმ ხრივაა კაი, რომ ზუსტად ეგ მაგნაერია. ისა ტოტალის თამაშები, ტოტალ რომოლი, ტოტალ ვარჰემი, ტოტალ ატილა, ზუსტად მაგნაერი სტილის თამაშია. როგორიც ეს არის, ჭადრაკის სტილის, რომ ჯერ შენა გააკეთებს ფლას, მერე სხვა და ეგრე რა. ამას იმიტომ ვიძახი, რომ მაგ ჭადრაკისებურს თამაშს აქვს და თავისი ხიბლი რა. მაგალითად ძალიან მომწონს ეს თამაში, იმის გამო რომ არის თლიანობა იმაზე დაფუძნებული, რომ არის ის რეალობა გადმოტა რაც სინამდვილეში არის და თუ როგორ რთულია მართო ქვეყანა, ეკონომიკა როგორ უნდა წამოქაჩო და რაღაცები. მართლაც ურთულესია. იმიტომ რამდენჯერაც დავაპირე რამდენიც წამოვაყენე ეკონომიკა, ბევრჯერ ისევ ძირსაცემულა რაღაცა არასწორად გამიკეთებია და აი ბევრჯერ ყოფილია ეგეთი შემთხვევები და მაგიტომაც ვიძახი, რომ რთულია მაგ ხრივ რა. ასევე ეს იქნება ეხლა იმიტომ მინდოდა გადამიღო ეს ვიდეო, რომ ვარ თუ მაგრის მომენტში, სადაც საბჭოურშიც უპირისპირებით და მაღაზიასაც საფრანგეთს და რავი ამაზე მეტი ექშენი რა გინდა პროსტა. თან ამ ეპიზოდში მინდა რომ საბჭოურშეთის აი ეს ხარე მაინც ავიღო გავანადგურო რა. ეხლა საბჭოურშეთს აქეთკენ ვერ გადავალ ამ პერიოდში, აი ამ ვიდეოს პერიოდში აქეთკენ ვერ დავარყავ. აქეთკენ ერაყის იმედი მაქვს და ასევე აქაც ერაყი წიწვლები აქვს, აქ საბჭოკავშირმა პოზიციები დაიბრუნა ფინეთთან და აქ პირიქით ფინეთს დაარტყა. მაგრამ აქეთკენ ფინეთი და საბჭოკავშირი რავი საბჭოკავშირი ფინეთთან აშიტყდა და ფინეთი საბჭოკავშირთან რა ხდება აზიარვა. ტექნოლოგიები რამე დამჩამო შესწავლი? არა, ყველაფერი შესწავლილი მაქვს. ატომურ ბომბებს აღარ ჩამოყრი, რადგანაც ვიცი ისედაც რომ საბჭოურსეთი ჩემს ქვევითაა ჩავარდნილი 53,000 ქულა აქვს და მე 67,000. ერაყი პირველზე 115, მერე უკრაინა, მერე პოლონეთი, მერე მეოთხე. ეგვიპტე დასე ჩემს სუსტი გამختარა. იმიტომ რომ უკრაინას აქვს ეგვიპტესთან ომი და ართვევს სხვადასხვა კარგად ტერიტორიებსო. ის რა ეხლა არ მითხრა. კი კაცო, ეგვიპტეს კი არა, ერაყს ართვევს ბიჭო, ეგ გამიდო და ჩემი ალიასტერობა ერთმანეთს დაათხეს და ნახე პროსტა რამდენად გილას უტევს და იქაც მაგრა დაცხეს რა. იმიტომ ერთმანეთში არის უკრაინაზე ერაყის ტერიტორიები შერწყმული. ეხლა აქ რა თქმა უნდა ერაყი მატყობს გაიმარჯვებს, რადგან ერაყი უფრო ძლიერია რა. ერაყი უფრო გაიმარჯვებს, მაგრამ ნახევრადია დამოკიდებული ერაყი ასევე აქ ეგვიპტესა საფრანგეთების საბჭოთა კავშირზებთვის
და უკრაინას ერთად ან სამ ქვეყანასებთვის და უკრაინა მარტო ერახს. აი ეგ ფაქტორია. ახლა მან როგორ განვითარდება სიტუაცია ერაყი გაიმარჯვებს თუ წააგებს. მიჩვენი ერაყმა გაიმარჯვოს უკრაინას, იმიტომ რომ უკრაინა მაინც ვერ ჩავრთეს საბჭოთა ომში და ერაყი დავკარგო მოკავშირე საბჭოთა კავშირთან, აი მერე პიზდეც ისე გაგვიჭირდება ყველას, მეც და ფინეთსაც. კი, სუსტია ეძახემ, დავასუსტეთ, ეძახემ, მაგრამ მაინც კაი ძლიერია რა. იმიტომ რომ ნახე რავი როგორ ახერხებს მაგას, მაინც ჯარები ყავს გადაწილებული ყველგანი, მენა და მე კიდე მაგაზე მეტი მყავს ჯარი და მე ვერ გადამინაწილები. იმიტომ რომ ეხლა აქ ყავს ერთი 150,000-ანი დაყენებული და ესა გადამყავს მეორე დონისებზე. ესე უნდა გაუშვა ომში, აი მერე უკვე გააწამია საქმე. მოდი აქ დავტოვებ. moving ეს გაუშვათ ასე, აი აქ. და გაუშვათ 42,000 დავტოვოთ იქ. თუ რამე მე კიდე გამოვიყვან არის, ეგ პრობლემა არ არის. ასე იგი აქ ყველა აბსოლუტურად ანუ მიცემოს საიტკენო წავიდნენ. ეს იქკენ მიდის, აი ეს აქ ჩამოვიდა. ბიჭო, აქ რა ხდება? ეს შეძლიერია კი 11 იყო და ახლა 2 გახდა. 22,000 გამინდა, წეგან 25,000. არა ძმა, მე მაეთკენ აღარ გაგიშვებ შენ. შანსი არ არის. ბიჭო, ვინები ყოფილან რა? აქეთკენ რა ხდება ახლა მოიცა, აქან მიმითითები არაფერი, ხო? კაია, ის იქ რო დაგვარტყას რა მოხდება, ვნახოთ აბა 20 კაციანი და ვერაფერი. აქ რო დაგვარტყას რა მოხდება, ეგ არ გვინდოდა, აი ეს გვინდოდა 87 კაციანი და 35, იქაც 25, 48, აი რაღაცას იზამენ. მაგრამ მან და არ იყო პრინციპში ეგ, ამიტომ აი ეს შემილია პირდაპირ ეხლა უთხრა, აცგა, ბაცგა, წადი აქა. ეგრე ასევე ამ 2500 ავიყვანოთ და გავუშვათ პირდაპირ ასე. აქ ნიკა, ანუ შემდეგ სლაზე ეგენი იქნებიან თავისუფლად. კიდე ვინ გვჩება, აბა ვინ მეტი აღარავინ. ეგვიპტე. ჰორა, ოპ. Moving გადმოდი აქეთ, როგორცაც წინა ვიდეოში არ ჩაიმახსოვრა ეს, ხო? ბოლო სვლები რა. და გავუშვათ ახლა და იმედია არმენიასთან ყველაფერი ისე წამივა როგორც მე მსურსო. ეტო მაგას თუ ავიღებ, დამატებით კიდე ერთ ადგილას შემეძლება შევქნა მეორე დონის ხალხი რა. 17,000, აი 20,000 იქ არის, 48,000 იქ არის, 37,000. შენი რა მოხდა? უკრაინამ ერახს დაარტყა? ხო, და კიდე კაი მე არ მომხვდა. მაგრამ ჩემ როგორ არ მოახწია არ მესმის. კაი. ამას უთხრათ ასეთი რამე. არმენია ვარ ასე ეგ არის მერე. აი ეგ არ გააკეთო კაცო, moving გადადი ეგრე. მერე შენ 20,000 moving გადადი ეგრე. მერე შენ 37,000 გადადი moving ეგრე. შენც გადადი ეგრე.
შენც გადმოდი ეგრე და რავი ეხლა ეს თუ მოიგერია მაგან ტაში დამიკრია და აიღო თელი ჩემი სამეფო ხვას არ ამოვიღებ მალა კი არა სიფაც გავადრო ამიღოს კი არა ვაუ ძალიანაც კარგად შევჭრილვათ აქ უკვე მარა აი აქ ნახე თამაშობენ ასე იგი ძალიან ისე ცუდად აჰა ეს რა თქმა უნდა მოინგი აქეთ გამოვუშვათ ეგრე და ისინი აქ არიან ხო? და წამო ესენი გავუშვათ აი ასე ეგრე ისა ესე ესეც ესე მოდი ესეც ბანემ აქეთ მივახმაროთ მაინც ყოველ შემთხვევაში ვიცოდე რომ უეჭველი გაიმარჯვებს ეხლა უეჭველი გაიმარჯვებს კიდი აბა რა ხდება 42000 მიდის ასევე აქ ჩასულა ის და იქიდან გადავა მალე 1940 კაცი ასე იგი ეგ არა ოპა ეგ არ მომწონებია მეოს მალეგითა თქვენ აქ გაჩალიჩეთ ხო აჰა ერაყის ტერიტორიებს იღებს და იღებს ასევე უკრაინაც ესა ერაყიც იღებს უკრაინის ტერიტორიებს რა ხდება კაცო გადადი ეგრე აქ რა ხდება მოვინგ დააწექი მაგას და გაუშვი 155 კაცი და მოიცა მე რო აქ ეს გაუშვი ატო დამიწერა ლურჯად ეს ლურჯი ვინ არის 3352 კაციო ლურჯის მეომები საფრანგეთი მარა რუსებს ატო მიაწერა ეგ ტერიტორია არ ვიცი ანუ ეგ ეს გასანადგურებელია უეჭველი და ეგრეც ვიზავთ ნუკლეარ ვეფონს ჩამოვაგდებთ მათ და რა იქნება ვნახოთ და ასევე ასე ვიზავთ და ამას დავაწვევით და გავუშვებთ აქეთ აი აქ ასე იგი კაიბლომად კი გარიან კაცო მაგრამ მაინც მაგზის გავლა მოგვიწევს მოვინგ და წავიდეთ რუსებს მანდ დავარტყათ ძალიან კაი იქნებოდა იქ ფინეთთან აღარ ავიდოდი და იქ გავჭრიდი პირდაპირ საზღვარს მე რომ მინიმალური ძალებით ვებძვი მაგას თუ გვირდებით და მაგზეო მიჭირს სხვათა შორის არმენიასთან რას ვიზავ არ ვიცი და პირდაპირ გავუშვებ იქიდან იმ პირველ დონის ხალხსაც ეგრევე რა ამათ მე პირდაპირ იქიდან დავსავით იქ დავარტყავ და იქიდან პირდაპირ ეგრე გავუშვებ ამ 20000 აქ სად არის აგერ არის ხო დაუკარგე ეს აქ არის
მოვინგი და გავუშვათ მაით. და რა იქნება არ ვიცით ჯერო. 7000 კიდევ ზრდებაო. ჯორჯი ავო. მოიცა. აი აქ ასე მივაახლოვოთ და ვნახოთ ვინ დაიბრიდება, რა დაიბრიდება, როგორ დაიბრიდება, რანაირად დაიბრიდება. იქ ფრანგები არიან, აქ ეგენი უწოდ დაიბრიდებიან. და ჩემებიც თან მიყვებიან, ალბათ. დიდი არა, ეგრე იქნება ლოგიკურად. მაგრამ ჩემი ატომური ბომბი რამდენად მოქმედებს? ჩემები არა კაცო, მაგრამ უკრაინელები დაიღუპნენ, ერაყლები არა. 15000 რა სიძახი ძმა, ბოდიში არ მინდოდა კამერა გადამიბრუნდა და მაგის გამო დავარტყი მაეთკენ. 15000 რა ამბავია. ტიპ სიფათი გავაძერით, ასე იგი, რა სიძახი უკრაინას. ვაფშე რა გადარჩა უკრაინა. მაინც ჩემზე წინ არის. სადაც არის გადავასწრებ მე. ტიპი იმენა. უკრაინა რა შვება ერთი არაფერს. ანუ ერაყს სიფათს აძრობს რა. მაგრამ ერაყი წინ არის მაინც 105000, 114 იყო და 1500 ჩამოიყვანა ხო არ ვეღადავებით. ოპაც. ძალიან კარგი აქეთკენ ანუ პოზიციები დაკარგეს. მოდი რადგანაც აქეთ ქმნიან ჯარებს, ცოტა ამათ იცი დაჭირდებათ, აი ეს დაჭირდებათ ეხლა ამათ რა, ეგრე. ფინეთო მაპატიე, მაგრამ მე გუნა გამოვიყენოთ ჩემთვის და შენთვისაც, ეგრე. და იყოს აი აქაც დავარტყათ ეგრე ნუკლარ ვეფონი რა, ეგრე რა. და ეხლა მოდი გეტყვი მაგას რა, ვაუ, ხო არ მეღადავებით. დამოუკიდებლობა ესტონეთს, დამოუკიდებლობა და გახთ ჩემი ვასალი 50 ჭირდება, რეფერეიშენი 5, მაგრამ პოლიტიკა ნიცუ change იდეოლოგი დემოკრატი გახთიო. დამოუკიდე მიეძე ლიბიას, დამოუკიდე demilitarized zona for troops is the territory of 10 რაუნდი demilitarized zona from მოიცა გაჩერდი from a new independent country Libya ხო პორტუგალიის იმპერია ესტონეთი ანუ დამოუკიდებლობა მიენიჭეს სამ ქვეყანასო დემოკრატი გახთის ეგარ მაინტერესებს და 10 ეს demilitarized zona 10 რაუნდი რა არის ანუ demilitarized zona ვიცი რაც არის მაგრამ მოიცა ეს რა მოხდაო აქაო ტიპმა სიფათი გაგვაძრო კიო მარა სად გაქრაო ეს არ მიაო ხო არ მელანს ღანდარავებითო ეხლა მოდი მომხედე შენა მანდა მე რო შენ ეგ გითხრა უნდა მოგცე ერთი ტერიტორია ხო ეგ არ მაწყობს მაგრამ პრინციპში მოდი შენა place მოგცე მაგას და ამას და შენ მომცე მაგას და მე კიდე შენგანი გამოვიწყედი იმოს ლოსი დე გახდი ჩემი ვასალიო მაგაზე თანახმა
აი ასე თუ დათანხმდება არ ვიცი, მოიცა ეგ მიეცი და ეს გამოვართვი. ეგ მიეცი, ეს გამოვართვი. აი ამაზე თუ დამითანხმდება არ ვიცი. დათანხმდა, ჩემი, კაი, დათანხმდა. ტრეიდინგი ახლა მომეც ეგ პროვინცია, ეს პროვინციაც მომეცი. და ფულს გადაგიხდი, სანამ ფულამდე მივალთ, ჯერ ხეს გადაგიხდი. მოიდა ძმაო და დარჩი შენამანდა. აუ, რა გავაკეთე, არმენიეთში მივასლა თუ აქციე ძალიან კაი. კაიბლომად ხალხი კი შევწირე მაგ ვასლობას, მაგრამ რაც არის. ეხლა მოდი აი აქ გვინდა ჩვენ small recruiting 21000 დაასპაუნე. ესა 6000 დავასპაუნეთ, კაი. აქ დაასპაუნე 6000, აქ დაასპაუნე 6000, აქ დაასპაუნე 6000. აქ დაასპაუნე 9000, აქ დაასპაუნე, აიცა. აქ დაასპაუნე 11000, აქ დაასპაუნე კიდე 17000 და დანარჩენი what? კაი, შემდეგში იყოს მავალე მაო. ტირმა ძალები სად გაუშვა? Available political decision, political გადაწყვეტილება. You can see each new political decision from a transcontinental republic. Transcaucasus Respublica. კაი, ეგ შემდეგ სლაზე იყოს მაშინ. და საქართველოს მაგ ტრანსკავკასიის რესპუბლიკა, ეგ მთელი კავკასია ჩემია. აიმე რა გავაკეთე, უკანსულებს დავიწყებ ეხლა. ღმერთო ჩემო, რა დებილი ვარ, ხალხო, რა დებილი ვარ, რა დებილი ვარ. Oh shit. Nuclear weapon ჩაუგდე დროზე ეგრე. და აქ დაიწყე ხალხის დასპაუნება recruiting 38. დაასპაუნე ერთი მაგისიც. რა დებილი ვარ რა. რატო გამოვტოვი ამდენი სვლა, რატო? და რამხელა ძალებით მომადგა საფრანგეთი. მაგას ატომური ბომბის გარეშე ვერაფერს ვერ უზავ. ეს ახლა იქ გადავა, მაგრამ აქ უკანსვლები რომ აქვს. არა, ვერა ძმა, ტიპმა ვერ აიღო. მოვინგი, აქეთ გაუშვი 500 და აქეთ გაუშვი კიდე მიდი 500. ასე იგი. ტიპი რამხელა სტრესული წავს დაანებე თავი ქენ დააწექი. ყველა მაეთრო მიდის ბიუმ. კაი, სანამ მაგას მიხედოთ მოიცა. ასე იგი იქ დაგვიჭირეს და აქეთ გაუშვათ 400. ეგრე. აქეთ გამოუშვათ moving 450.
მან წინამძღოლს ვერ გაუწევთ მაგით, ამიტომაც წავა და დავეხმარებით ამით და ასევე მან 1000 მიხედავს მაგათ. კაროჩე, მოდი 1000 კი არა, აი შენ 9000 წახვალ და გადახვალ და დაარტყავ მაგას რა, ეგრე. როგორც ჩათვლეს სწორად, ისე მოიქეცი ჩემო ძმაო ალემაო. 9000 გაქვს, წადი მიდი დაარტყი, მიარტყი, მოარტყი, როგორც გინდა ისე გააკეთე. გაქვს რა ხარ? აი ეს 40000 ახლა. Moving აგაუშვათ 10. Moving-ი აგაუშვათ 15, იყოს 12. და moving-ი და აქაც გავუშვათ 20. ეს დამავიწყდა, ეს გავუშვათ, მოდი აქეთ. ეგრე. აბა კიდე რევინ. აი აქეთ რჩებოდა, მავიწყდებოდა. შენ წახვალ და არტყავ მანდ. შენ დარჩები მანდ და შენ წამოხვალ და არტყავ აი აქ. Moving და აი აქ. ეგრე. ასევე აქ შემიძლია შექმნა recruiting-ი. არა, არ შეგვიძლიაო. არ შეგვიძლიაო. მანდ არ მინდა, აი აქ მინდოდა. წავიდა. არა, მოდი აქ ვნახოთ ეს. და უი კინაო დამავიწყდა. recruiting-ს დავაწვეთ აქ და რაც შეიქმნას, მიდი ეგრე. და აი აქედანაც გადმოვა, აი მოდი როცა აქ მინდა დავასპავნოთ და რაც შეიქმნას და პირდაპირ გავუშვებ იქით რა. ეგ არის, მიდი wait for bots, update game date, draw new information on map და updating interface. Updating interface და და განადგურდნენ უის. ამას მე წავიკითხავ, ასწერენ. Iraq asked declare war Egypt, Ukraine People Republic asked war declare war mandatory for Syria and the Lebanon. Asked war declare war Bulgaria. აი აბა ეს რა არის? ფინლანდიასგან იუა დეკლარა ბულგარეთი, ეს არ მაწყობს. იმიტომ რომ მაგისთვის გასაკუთრებული ძალები აღარ დამრჩა. Ukraine People Republic asked you for agreement to declare mandatory Syria as a Lebanon. Ignore the esvinari French meant to make peace. Is it ეგრე არ გამოგივა, ჩემო ძმაო, ალემაო. ეგრე არ გამოგივა, მოიცა, place. ეს და ეს მომეცდა. სადაც გინდა დაიკარგე, ჩემო ძმაო, გაიგე? თორე, ნახე ეხლა რას ვიძავ, არა ხო? არა ხო? არა ხო, კაი, აქ წავიდა ნუკლეარ ბომბი. და აქ წავიდა ნუკლეარ ბომბი. და სიო ეგ ჩემი მარაგი ამოიწურა.
რაც გინდა ის გიქნია ირაქას საეგვიპტე sorry მაგრამ არ შემიძლია ასევე იქნიან უკრაინა მაგრამ მოიხოდა მაგრამ ერაყი მიმიჩაგრეს ასევე საბჭოთა რუსეთიც მივჩაგრეთო რაღაც ხრივი მაინც მიჩაგრულია იმიტომ დიქტატორები დაკარგა და არც ამაზე მთავრდება ეს კიდე 6-ო კიდე დიდი ხანი მოუნდება მაგისთვის მაგას მე პლუსები მინდა ბევრი იმიტომ რომ დამოუკიდებლობა მოაპოვებინო ძალიან ბევრ ქვეყანას პორტუგალიას ლიბანს და რაღაცებს და ასევე აქ დამარტყეს აუ შენ გინაცვალე კაკრას მანდ მოდიოდი დასაპყრობად მაგზით და იმედია დიდი რაოდენობით არ ახართ ხო? ხო არ ახარ დიდი რაოდენობით oh shit building და და რეკრუტინგი აქ რო გაუშვი მაშინ კი გაუშვი მაგრამ რა თქინდა ერაყის ფინანსები განწირულია უკრაინის ფინანსები ცუდად არის მაგრამ ემატება მაინც და ერაყიც ეგრეა რა მინუსში არ მიდის ემატება ცოტათი ამას კაიქნა რუსები ცუდად მირტყავენ რომ ახალი ფრონტი გამიხსნეს მივაპირებდი ეგრეთ თავდასხმას ვანებდი ეხენი მომადობით თვითონ დამისხდავს კაი no problem იმიტომ რომ აი ასეთ რაღაცას გავაკეთებ ეხლა მე აქ ბიჭო ეგრე მიდით ძალიან ბევრიც არ მოგივიდეთო წამოდი ეგრე წამოდი ეხლა moving გავუშვათ ეგრე moving გავუშვათ ეგრე და იქ იყოს ისაც არის რა მედგან რა ვიცი არ გამზადდება აღარ ვიცი კაი ეხლა აქედან მოვდავაწვევით და გავუშვებთ იქითკენ მაქსიმალურად დიდ ძალას ანუ 14000 მეომარს დავახმართ კიდე აქეთ აი აქ დავახმართ 14000 მეომარს ეგრე აქ ეს დაპყრობილი გვაქვს და შემიძლია პირდაპირ გავხსნა მანდ მაგრამ სანამ მაგას ვიზავ მე აქეთ მაინტერესებს რა ხდება ანუ ეს 9000 ხო აქ ის იქიდან მოდის ამიტომაც moving დავაწვეთ ეგრე გადავიდეთ ეგრე უცებ მანდა ეს 69000 ხო აქ ეს გავუშვათ მოდი პირდაპირ აი აქეთ ეგრე ამასთან გავუშვათ ეგრევე აი ეს და აი ეს მოვინგი და ტანკი დაგვრჩა ერთი სამწუხაროდ ამ ტანკებმა კარად გაძლეს აგინდა ვერაფერს ვერ ეტყვი ბოლომდე იბრძოლეს როგორც შეეძლოთ ეგეთ მადლიერი ვარ ამათი ამ ხელა ტერიტორიაზე წამოვიდნენ წინ პროსტა ესენი მე დავიმტკიცე რა სიძახი რო აღარ ესა გაწითლებული ანუ დამტკიცებული მაქვსო აი აქეთკენ
ეგენის დავიმტკიცე. მაგრამ აქ საფრანგეთი რაღაცას ტყავს უეჭველიო. Moving დავაწვე და გადავიდეთ ეგრე. და ეს 62-იც moving-ს დავაწვე და გადავიდეთ ეგრე. ეგ არის იქ არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ეხლა დავაკვირდეთ რამე სვლა არ გამომრჩეს კარგად. ეს აი კინამ გამომრჩა. რა თქმა უნდა, ამას გავუშვებ აქეთკენ მინიმალურს სადღაც 200 კაცამდე. იმიტომ რომ მანამდე მეტი არ ჭირდება გარნიზონი არის იმხელა. დაამატე 1000 კაცი. ასიძახი გარნიზონი ყოფილა თუ ყოფილაო და აქ კაი ბლომად ყოფილანო. კარგად მივდივართ რა, მომწონს ჩვენი წინსვლა, ასევე აქ ერაყი სუდ დღეშია მაგარი რა. აი საბჭოთა პოზიციები დაიბრუნა, ბულგარეთის ჩაერია, იქით. ანუ თელ სოფლიოს ანავტივს ომი, ნახეთ რა. არ მაინტერესებს კაცო რას იწერებიან. ყველასთან მიაქვს რამოდენიმე ქვეყნის გარდა რა. პოლონეთთან ფინეთი, ერაყი და ჩემი ვასალური ქვეყანა. ისა პოლონეთი, ფინეთი და ჩემი ვასალური ქვეყანასთან არ აქვს ომი, დანარჩენი ყველასთან ომი აქვს. ეგვიპტე, საფრანგეთი, ბულგარეთი, საბჭოთა კავშირი და მეტი აღარ დარჩა. გრენლანდიას ყოფილა თურმე რომელიც აქ უნდა იყოს კი. გრენლანდიასაც ესა სანქციები აქვს უბრალოდ. დავაწვით და აბა ამის შემდეგ შევიხედოთ რას გვეტყვის რუსეთი, საბჭოთა კავშირი უпростоრად დაგუნებდება, არ დაგუნებდება, მაგრამ მე მინდა ჩემი ვასალური ქვეყანა გახდეს. მაგრამ თუ დაგუნებდება, მაწყობს ეგეც, იმიტომ რომ ძალები მე უკვე თითქმის გამითავდა და თუ დაგუნებდება, მაწყობს დიდად სიმართლე გითხრათ. Place -5 არ გუნებდება. არ გუნებდება. და რა უნდა უყოთო ეხლა ამასაო? მოიცა. გადმოვიდეთ, ეგ არის. შენ ეხლა კინავწავშალე moving და გადადი დაარტყი ამ ადგილში ეგრე. როგორ გადახვალ არ ვიცი, მაგრამ მიდი და დაარტყი. მერე შენ moving იმ ადგილას დაარტყამენ თავისუფლად. წადი აი აქეთ. მინდა წახვიდე ეგრე, კი, აი ეგრე მინდო და წასულიყავი ზუსტად. და შენ 19,000-იანი მინდა წახვიდე აიც. აი აქეთ. ჯერ არ მორჩენილა, რა თქმა უნდა, კაცო. აქ კიდე მყავს ჯარი, მე მარტო ეგენი კი არ მყავს. იქ ჯარი იქნება კი და შეიქმნას და მე მაგასაც გამოიყენებ. თავარია ჯარი იყოს და გამოყენება, ნუ პრობლემა არ არის რა. თავარი არის ჯარი იყოს, მეტი არაფერი. ასევე ესეც გავუშვათ იქითკენ და ესეც გავუშვათ აქეთ.
ესეც გავუშვათ აქეთ. აი ეს რჩებოდა moving და ეგრე გადავსვათ რა. კიდე რა რჩებოდა? ეს რჩებოდა და აი ეს რა ვიცი ერთი სიმონ იყოს მანდრა. ეგენი მანდი იყვნენ, აქეთკენ რაღა დაგვჭა ვნახოთ. იქთკენ მიდის 14000-იანი არმია. 2000 ხო რა. ანუ ეგენი ივსება თავისულად, კაი ეს 10000 კაციანი გავუშვათ აქეთ. ასევე ერთი რაღაც დამოინტერესა. აქ შევიდეთ, მე აქ გადავიდეთ და 6000 ინფენტრი და შოკ ინფენტრი 4000 total power-ი. როგორც ხედავთ, total power-ის 600000 მქონდა 418,000 ჩამოვიდა რა, იმიტომ ძალიან დასუსტი. და არმია თლიანობაში მახარჯინებს უკვე 32000, როცა გონი 40000 მახარჯინებდა, 48000 კი მე მგონი ეგრე მახარჯინებდა. ეგ კაია, პლუსებში გამიყვანა. ფული ცხრილი, ეკონომიკის მხრივ პლუსებში გამიყვანა, მაგრამ აი ჯარი რო მიცოტავდება, ეგ უკვე აღარ მაწყობს. ასევე აქეთკენ რა მოხდა, დავარტყით. პირიქით ისიც დავკარგეთ. აქ გავუშვათ 9000, აქაც გავუშვათ 9000. აი აქ გავუშვათ 3000 და მოიცა იმ 5000 ის 5000-ივე გადარჩა. ბიჭო, აბა რა ვიცი ძმა, რა ვიცი. იგივე გამიო უფრო ძვირი დამიჯდება რა. კაი, მოდი აქედან გამოვიყვანოთ ეგენი რა. 4000 ჯდება 14, მაგრამ ეგ არ მინდა და გავუშვათ ესენი. იმედია ზუსტად იმას გამოიყვანს, რაც მე მინდა და პროდონის საფრთხად გამიყვანს ასე ძვირად. შვიდობა მინდა, ჯარის მომატება მინდა. ანუ მაინც ვერა. ამ ეპიზოდშიც მაინც ვერ დავიფყარით რა. რუსებს ვერაფერს ვერ ვაკლებთ. ეგ არის რა. აქ რა ხდება? მაგრამ წინსვლები გვაქვს რა, წინსვლები კი გვაქვს თავისუფლად. და აქეთკენ უკანსვლები დაგვეწყო. სანამ ჯარი არ მოგვიბილიზირდებავო. ignore და აქეთკენ რა ხდებაო? ასე დეკლაროვა რომ ეგვიპტე ფინეთიც მაგას მეუნევა. letter საფრანგეთი. რა გინდაო? რა ტვინი გამიბურღეო? მე შემოგთავაზებ ჩემს იდეებს და შენ განმარტე ეხლა გააწყობს, არ გააწყობს. არ გაწყობს, ნუ გაწყობს. place -2 დაჟე. ანუ კიდე მე უნდა მოხცე აქეთ ტერიტორია? შანსები 0.
აი მოდი რა სამი შევაჩიჩოთ ანუ ტიპი მეუნება ეს ტერიტორიები დამიკანონეო და შვიდობა იყოს თვითონ თავაზობს რა ჩემზე სუსტია მაგრამ ძალებს ვერ ვაბილიზებ ერთ ანუ აქ ერთი ფრონტი მაქვს აქ მეორე ფრონტი მაქვს აქ მეორე ფრონტი მაქვს იქა წამართვეს ტერიტორიები აქ მესამე ფრონტი მქონდა მე აქ გადავიტანე და ხა გავაერთიანე მაგრამ აქ მეოთხე ფრონტი მქონდა აქ ანუ ერთი ეხლა რაც მაქვს მაგას გეტყვით ერთი ფრონტი ორი ფრონტი აქ მესამე ფრონტი არის ძალიან დიდი აქეთი მეოთხე ფრონტი რა და რთულია რა და მერჩენია ხა საფრანგეთი მოვიშორო და აი აქ ეს ფრონტი მომაშორდეს მართალია აქ ძალები დიდათ არ წყავდა ვაფშე არ ყავს აქ გადაყვანილი და არაფერი იმას სარგებელს არ მომიტანს ან მეომრების ხრო გადავიტყორცნოს სადმე მაგრამ მაინც ჯობდეს და მე მიმბრუნდები საფრანგეთს რა თუ რამე მაგ ტერიტორიებს მე ნენერა გამოვისყიდი აი ხო რა ეგ არის საფრანგეთთან მშვიდობა დავდეთ ხოლო ეხლა დარჩა საბჭოთა კავშირი და მოდი შენც მაგას გეტყვი რა ეს მომენტი აი ეს ეს აიღე ესეც მომენტი ესეც მომენტი აი ესეც ეს აიღე ესეც აიღე ესეც აიღე ესეც აიღე ესეც აიღე ესეც აიღე ესეც აიღე და ესეც აიღე მოიცა სანამ მაგას აიღებდი აქეთკენ მოიცადე ვაფშე და ეს მთლიანად მომეცი კარტყი მიდი რა ეგ არის სიოგდედორე მთლიანად ჩემი და ეხლა ეს 10 უნდა დავაბანდო აქეთკენ აი ეს აიღე ესეც აიღე აი ესეც აიღე აი ესეც აიღე აი ეს და ეს აიღე და ეგეც მოიტა და ესეც მოიტა ძმა მომინდომა ბიჭმა აქეთ короче რა ეგ და აი ეს და აი ეს და აი ეს რა და ეგეც აჰა და აჰა ესეც და ეგ არის დაიბრუნა ტერიტორიების დიდი ნაწილი მაგრამ მაგ ნაწილებს მე მივხედავ ეხლა ისეთი ეს ხარი ფინალად ჩემი იქნება და მაგ ხარეს აღარ მომწე დაპირისპირდა და პირდაპირ ამ ფრონტზე დაუპირისპირდებოდი მომავალში და ეხლა მე ჩემნია დავეხმარო ერახს რა უი ხო მოიცა ასევე მე მინდა აქ დიმიტრეს ბრძონა არა პორტუგალიაც არა პორტუგალიის იმპერია არ მინდა დამოუკიდებლად გამოიყვანოს მე მინდა დემოკრატია მიიღე არა დამოუკიდებელი ლიბა და ესტონეთი სად არის ესტონეთი არის იქ მაგრამ მე მირჩენია პორტუგალია ცნოს დამოუკიდებლად ლიბანი არ ჭირდება თუ დემილიტარიზებული ზონა შექმნას არა მოდი მაგრამ ეს უფრო იაფია ხო რა ეგ დემილიტარიზებული ზონა იყოს ეგო ეგრე რა
ერთი დაგვრჩება, ხო? და ეგ ერთი იყოს ალბათ ეს. რა იყოს ეგრე? თუ ეს არა, აი ეს იყოს და ეს. დემეტალიზირებული ზონა შეიქმნა რა. სად შეიქმნა, როგორ შეიქმნა? რენეა შეიქმნა ღმერთმაეთისა. ეს ტერიტორია მივცეთ კიდე პორტუგალია. არ მაინტერესებს რა მოიტა. ესეც მოიტა. ეს აიღე. და ესეც მოიტა რა. ეგრე ჯობია მე მგონი, ხო? რა იყოს ასე ჯობია. ტაქტიკური უკან დახევათ, გინდა ჩათვალეთ ეს, გინდათ როგორც რა. იმიტომ რომ უკვე ძალები აღარ ყავდა და ესენი სად გააგზავნა. ეს ჩემი ძალები სად გაქრე ახლა? როგორ ვნახო? ერაყი მიტოვებულია თლიანად, მე ომიდან გავდივარ. ეკონომიკა წამოქაჩოთ არ გვინდა, ჩვენ გვინდა ჯარი და ჯარი. ჯარი და ჯარი. აჰა. შემდეგში დაგიბრუნდებით, როდესაც ახლა ამ ვიდეოს აქედან დავასრულებ და შემდეგი ვიდეო უკვე დაიწყება უოჭველი იქიდან. ჯარსო შევაგროვებ, უკვე კარგი დიპლომატი მეყოლება და ან ეგვიპტეს დავესხმები თავს, ან რუსეთს. ანუ იმას ვიძახებ პირველი ომის დამწყება, იმას მივხედავ მეთქი რა. და დაგიბრუნდებით ეგრე შემდეგი ეპიზოდით და არ მგონი იყოს მალე ეგ ეპიზოდი იქნება რამოჩილება ერთი კვირის ან ორი კვირის მერე რა. როგორ ეხლა იმიტომ რომ ეხლა არის ეროვნულები ხვალიდან იწყება და მე Xbox ქართულში ეროვნული გამოსდები. ეხლაც ამ ვიდეოსაც გიწერთ იმის გამო რომ როგორ თქვა გქონდეს რა თქვენთვის დასადები ვიდეო რა. და ახლა მომრჩები ორი ეროვნულის გავსი მოხს ინგლისურში დასწერი. კაი, ახლა მოდი ბევრი ვარ გამიგრძელდეს. აქედან გავშვიდობებით. შემდეგი ვიდეო არ ვიცი ამის ოდით დაიდება, მაგრამ სანამ ის დაიდება სხვა ვიდეოები, რომლებიც იქნება კარგი ვიდეოები რა. აბა, შეხვდებით შემდეგი ვიდეოში. Peace, მომა შეხვედრამდე.